მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით. ყველას თვითონ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა უკავშირისთვის და დღეს მოდით გავაკეთოთ გაშლა დაბრუნდება თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. სამ ვარიანტზე ხომ არ გავაკეთოთ? პრინციპში მოდი გავაკეთოთ სამ ვარიანტზე. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ მე მანამდე ამას სავანთებ უკაცრავად გამომრჩა. თქვენ მანამდე კონცენტრირდით. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და დავწყოთ. ნახეთ აბა, ვინც აირჩია ვერცხლისფერი ვარდი, თუ წყლისფერი, რა ვიცი როგორც არის. რა სიზამს თქვენთან დაკავშირებით ჩაფიქრებული პიროვნება? გამოვა თუ არა კონტაქტზე? გამოვა კონტაქტზე, წესით და კანონით. ნახეთ რა ხდება აქ. ძალიან ბევრს ოცნებობს, ძალიან ბევრს ფიქრობს. იმასაც კი ფიქრობს, რომ ეს თავისი ტვირთები, თავისი ჩიხები, ერთგვარი კვერთხები, რომელიც სხვა დასტებში ზოგადად ან გარშემოა, ან ბარიერად არის, ხო? ნაჩვენები. აქ ხიდად არის, ნახეთ, თითქოს თავის ნაცხოვრებს ირთულებს, თითქოს თავის განვლილ გამოცდილებას, ტკივილია იქნება ეს თუ სიხარული არ აქვს მნიშვნელობა, ანუ რაც იყო მის ცხოვრებაში, იმას იყენებს, ასე ვთქვათ, გადამვლახვალ ბარიერად, ხო, რომ როგორღაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადავიდეს და უკვე სწორად გადავიდეს, ასე ვთქვათ, ხო? ოღონდ ჯერჯერობით ეს აი ოცნებების ეტაპზეა. ძალიან დიდი აქვს მონატრებაც და ლტოლვაც. ნამდვილად აქვს და მიზნის მიღწევა. გამოვა ეს კონტაქტზე, მეგობრებო, აუცილებლად გამოვა, ოღონდ დრო ჭირდება და რატო გეტყვით, ნახეთ. სამი მაღალი არკანი. სამი მაღალი არკანი ამოვიდა, ვარსკვლავის არკანი და აქ ნახეთ, ქვეტექსტი ყოველთვის არის მეორე ადამიანი, იგულისხმება რომ უნდა მოვიდეს და ჩაიდალიონ ერთად, ეს ემზადება დასახვედრად. Judgment, ღმერთო. არა უშავს, ხო იცით რა რასაც ნიშნავს, ესე იგი სიტყვა დამავიწყდა უკვე. რა იყო და და სამსჯავროს არკანით და ზომიერების არკანით, მეგობრებო. ამან ჯერ რაღაცებს პასუხები უნდა გასცეს. რაღაცეები კიდე ძალიან უნდა ეტკინოს. რაღაცეები ცოტა სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს და გაარკვიოს. და რაღაცა საკუთარ თავთან იპოვოს, ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავში იპოვოს ჰარმონია, რომ მერე ბალანსი რაღაცნაირად აღადგინოს იმ სიტუაციაში, რაც იდეაში მას მიზნად და ოცნებად აქვს. გამოვა კონტაქტზე, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ რაღაცა პატარა დრო დაჭირდება. მადლობა პირველ ვარიანტს. აბა მეორე ვარიანტი ვნახოთ, აქ რა ხდება. მეორე ვარიანტი რა ხდება? მეორე ვარიანტთან გამოვა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. მაჩვენეთ აბა. აქ კიდე უარესი ილუზიები გვაქვს და კიდე უარესი ოცნებები, მერყეობა. მაგრამ კვერთხების რაინდი ვართ. გამოვა. ეს ყველა ვარიანტში მოვა, მეგობრებო. მართსაჯულების არკანით.
აი როგორი მომენტი ეს ძალიან ჩქარობს, ძალიან იჩქარება. ერთი სული აქვს, აი, იცით როგორი მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ პენტაკლების მეფეა და პენტაკლების მეფე საერთოდ ძალიან ნელი ენერგიაა, არ არის ეს გავიქეცი, გამოვიქეცი, დილას ბათუმში ვარ და მე უცებ არ ვიცი, ახმეტაში აღმოჩნდი, ან არა, ეგეთი ტიპაჟი არ არის ეს, და მიუხედავად ამისა, რომ ეს ნელი ენერგიები არის, აქ დანარჩენი არკანები ისეთია, რომ ეს აუცილებლად გამოვა კონტაქტი, უეჭველი გამოვა კონტაქტზე და თან სხვა შორის ძალიან სწრაფად. ძალიან სწრაფად. ოღონდ აი როგორი მომენტით მოვა, იცი, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი სიმართლე. ანუ გითხრათ, რომ აი, ხედავ, მე ვარ მართალი, მე აი ძალიან დიდი სურვილი ექნება იმის, რომ თქვენ აღიაროთ მისი ის კი არ უთხრათ, რომ აი სად იყავი დაკარგული და ასე არა, ანუ არც გალაპარაკებთ მაგას, იმიტომ რომ თვითონ იმდენ თავდაჯერებული რომ მე მართალი ვიყავი, მაგრამ მაინც კიდე მე და აგერ დასტის ფონიც მაქვს კვერთხების ტუზი. მეორე ვარიანტი აუცილებლად შეიძლება აგერ გაშლა დამთავრებული არ მქონდეს და ნამდვილად გამოვიდეს კონტაქტზეც. მადლობა მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტი და ვნახოთ. მესამე ვარიანტი, ვაი, რა გადამიფრინდა, აბა ვნახოთ, რა გადავიფრინდა. ცხიანი თასები, ხოხ, რა ემოციებშია, რა მონატრებაშია, რა ენერგიებშია, მიყვარს ძალიან ეს არკანი, უზომოდ მიყვარს. აი, ეგ კი გავიგეთ, რომ მონატრებებში ხარ, მაგრამ იზამ რამეს? იზავს. იმდენად ცუდ მდგომარეობაშია მეგობრებო, იმდენად დატკენია, იმდენად აი აღარაფრის თავი აღარა აქვს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც შიც გადარჩენას ხედავს, რომელშიც ხედავს, რომ ის კიდევ ძალებს მოიკრებს, თქვენ ხართ. სასწაული მიჯაჭულობა აქვს, სასწაული, კვერთხების დედოფალი. მამაკაცებიც რომ მიყურებდეთ, გადააკატავეთ საკუთარ თავზე. ხო თქვენ მისთვის ხართ აი ნებების, ცეცხლების, სიცოცხლის, ლიბიდოს ენერგიის წყარო. მესამე ვარიანტი ეჭვი მაქვს, რომ რა ვიცი, უკვე ხომ არ არის შემთხვევით კონტაქტზე გამოსული მეგობრებო, არც მაგას არ გამოვრიცხავ. არც მაგას არ გამოვრიცხავ. კი, ისეთი არკანებია ეხა იმ ნახოთ კიდე. არა, აუცილებლად გამოვა ეს კონტაქტზე. მადლობა მესამე ვარიანტსაც, დაგემშვიდობებით დროებით.